ანდრო გამარჯობა. ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, თავის დროზე თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა შენი დროისთვის. და მოდი ვისაუბროთ ერთ სპეციფიკურ საკითხზე, როგორც არის ბოლო წლებში ჩატარებული რუსეთის ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ. რა იგულისხმება ამ ოპერაციებში? ერთი და ცხადია უამრავი შემადგენელია ამისი, როგორც ინფილტრაციის კუთხით, ასევე საინფორმაციო ნიადაგის მომზადების კუთხით და მოდი გამოვკვეთოთ ეს სურათი, რომ ყველას კონდეს იმისი აღქმა რეალურად რა ხდება ჩვენ თავს. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოპატიჟებისთვის, ზოგადად დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, სახეზეა ცალსახად სურათი, რომ საქართველოში განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია, ზუსტად იმ ფორმებით, იმ მეთოდებით, იმ ზოგადი სქემით, რითაც საბჭოთა კავშირიც ახორციელებდა ხოლმე მოწინააღმდეგე ქვეყნებში, დასავლეთის წინააღმდეგ და რაც არის რუსული დაზვერვის ხელწერა, მოახდინოს ინფილტრაცია და ამ ინფილტრაციის გზით მოიპოვოს გავლენა დაინტერესების ქვეყანაზე, რათა ან შეცვალოს იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ან შეცვალოს პოლიტიკური პროდასავლური კურსი და აი ეს ოპერაცია არ მიმდინარეობს მარტო საქართველოში, ეს მიმდინარეობდა უკრაინაში, მიმდინარეობდა პოლონეთში, სლოვაკეთში, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მეტნაკლებად რუსეთს დღეს პოლიტიკური წარმატება აქვს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა სცადა შეეცვალა ერთის მხრივ ამ ქვეყნების და ჩვენ კონკრეტულად საქართველოს გვაინტერესებს პროდასავლური კურსი, ხოლო მეორეს მხრივ მოეხდინა ამ ქვეყნების აი ეს დასავლური ინტეგრაციის შეფერხება მაშინ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის დაკავებული, გაბმული, ჩაფლული იქნებოდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ. მოდი კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ, ხა ოპონენტები იტყვიან, რომ გავიღვიძეთ ჩელიაბინსკია? ხო, ნუ იდეაში არ არის ჩელიაბინსკი, თბილისია, ისევ რაღაცა კონკრეტული ეს არის, მაგრამ რა შეიცვალა? ის არგუმენტი, რომ ჩვენ ფანჯრიდან არ ვხედავთ ჩელიაბინსკს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ჩელიაბინსკის ტიპის ფორმაციაში, ჩელიაბინსკს რუსეთს ჩვენ პოლიტიკურად გულისხმობთ და რა თქმა უნდა საქართველოს ვერ აიყვანს და ვერ გადაიტანს თქვა იმ განედზე, სადაც ჩელიაბინსკი, ბრიანსკი ან სხვადასხვა ომსკი რუსული ქალაქები არსებობს, მაგრამ ჩელიაბინსკია ის და რუსული გავლენის გაძლიერებაა ის, რომ დღეს დამდგარი შედეგები არის შემდგომი. შეწყვეტილია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეჩერებულია შეწყვეტილია საქართველოს ევროპისკენ სვლა, რომელიც საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიმდინარეობდა 10-15 წლის მანძილზე და აბსოლუტურად ყველა პარტნიორთან, სტრატეგიულ პარტნიორთან დასავლეთს გულისხმობ, არის შეწყვეტილი როგორც ინვესტიციის რეჟიმი, ასევე გართულებულია პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო დახმარება და ზოგადად ამ თვალსაზრისით თანამშრომლობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმდინარე მსოფლიო გადანაწილების, მიმდინარე პროცესების ფონზე არის პარტნიორის გარეშე დარჩენილი მოლაპარაკების მაგიდაზე, რაც შესაძლოა, თქვათ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან ერთიერთზე დარჩენა და რუსეთთან პარტნიორობის გარეშე მოლაპარაკებას თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, აი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, რა შედეგებით შეიძლება მოყვეს, ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის. საკითხი დგას შემდგომში, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს წინააღმდეგ და თუ შევადარებთ აი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ოპერაციებს, ღონისძიებებს, დამდგარ შედეგებს, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად იდენტური ოპერაცია, რომელიც ჩაისახა, დაიწყო საკომუნიკაციო არხების შექმნით, აი ამ პროდასავლური განწყობლების წინააღმდეგ და დასრულდა იმ შედეგით, რა შედეგსაც დღეს ვხედავთ. ანუ მოდი კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ რა, ეს არის, როდესაც ინფილტრაციაზე ვსაუბრობთ, რაღაცა კულტურის ცენტრების თუ ენის შემსწავლელი, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრების თუ მეგობრობის ცენტრების გახსნა, ვიღაცა კონკრეტული ადამიანების ჩამოყვანა, გადაბირება, თუ აი რა იგულისხმება ამ ყველაფერი ერთად. მოკალაკეები, გაუთვითცნობიერებელი მოკალაკეები ძირითადად დაზვერვის
თქვათ რაღაცნაირ მეთოდიკად თვლიან მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებად დაზვერვის ამოცანად. ინფორმაციის მოპოვება მით უმეტეს დღევანდელ ციფრულ სამყაროში ადამიანური რესურსით სულ უფრო და უფრო ნაკლებ ხდება, იმიტომ რომ ახლა ამისთვის საჭიროება არ არის და ინფორმაციის მოპოვება დაზვერვას ღია წყაროებითაც შეუძლია. ეს ადრეც ასე იყო და ახლა მით უმეტეს გაზრდილია მასური წილი აი ამ ეგრეთ წოდებული თქვათ ღია წყაროების ანალიზის. მით უმეტეს საიდუმლო ინფორმაციის გარკვეული ნაწილი გაციფრულებულია და კიბერშეტევებით ხდება ამის მოპოვება. მაგრამ დაზვერვის უპირველესი ამოცანა ადრეც და ახლაც იყო შესაბამისი გავლენების მოპოვება დაინტერესების ქვეყნებში, შესაბამისი ვთქვათ განწყობების შექმნა და აი ამ სახელმწიფოსთვის სასარგებლო განწყობის დამკვიდრება ვთქვათ დაინტერესების ქვეყანაში. რუსეთისთვის სასარგებლო განწყობა საქართველოში შეიძლება იყოს ერთადერთი, როდესაც დასავლური ასპირაცია შემცირდება და ქვეყანა განეწყობა დასავლეთის წინააღმდეგ, ისე რომ ამან გამოიწვიოს ძირის გამოთხრა დასავლეთთან ურთიერთობის. რამდენად ძირგამოთხრილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დასავლეთ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობები, ეს თავისთავად ცხადია, ჩანს, თუნდაც იმ რიტორიკიდან, რაც ბოლოს 3-4 წლის მანძილზე მიმდინარეობს, ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორებთან მიმდინარეობდეს მსჯელობა ამ მნიშვნელოვან მომენტში, როგორ მოხდეს დაჩქარებულად უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება, როგორ მოხდეს ვთქვათ იგივე გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ევროკავშირში, მე მესმის, რომ შეიძლება უკრაინაში შეჭრამდე ყოფილიყო გარკვეული დათქმები მეფთან დაკავშირებით, ვთქვათ რაღაც გეგმები ასოცირების ხელშეკრულების, მაგრამ დღეს ეს პროცესები ყველაფერი დაჩქარებულია და მე ვსაუბრობ იმაზე, რომ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა უკვე და სრულმასშტაბიანი შეჭრა გადაწყვიტა, კრემლმა იმთავითვე იცოდა, რომ ამას შეიძლება დაეჩქარებინა საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნების აი ეს ინტეგრაციის პროცესი, რადგან დასავლეთ შესაძლოა არაორდინალური ვთქვათ ღონისძიებები განეხორციელებინა აი ამ პროცესის დასაჩქარებლად. ზუსტად ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა პარალელურად უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მოეხდინა ამ ქვეყნების ჩამოშორება დასავლეთისგან, სწორედ დემოკრატიაზე შეტევით, არჩევნებზე შეტევით, დემოკრატიის ძირის გამოთხრით და ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერებით აი ამ ქვეყნებში ზოგან გამოვიდა, ზოგან არ გამოვიდა, მაგრამ აი ეს ავტოკრატია არის ზუსტად ის ნიშანი, რომელიც ერთის მხრივ მისაღებია მმართველი პარტიისთვის და მეორეს მხრივ ქვეყანას აშორებს დასავლეთს და აყენებს რუსეთ, ჩინეთ, ირანის აი ამ ეგრეთ წოდებულ ბოროტების ღერძზე, რომელთანაც მიმდინარეობს ახლა დაპირისპირება მთელ მსოფლიოში. და რომელთან დაპირისპირება სხვადასხვა არ შემცირდება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პირიქით უფრო მეტად გაღრმავდება ეს დაპირისპირება, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს, თუ არაფერი შეიცვალა, უფრო მეტად გაციებას ურთიერთობებში. ამ ღონისძიებათა ერთობლიობაში იგულისხმება თუ არა გარკვეული რადიკალური ჯგუფების წახალისება, თვითონ აი უსაფრთხოების სექტორის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების ჩამოშორება ძირითადი მიზნიდან და ყურადღების გადატანა სხვა რაღაცეებზე და აი ეს როგორ მუშაობს? თითქოს ინსტიტუცია 4-5 წლის წინ იყო განსხვავებული, ან განსხვავებული როგორ იგივე ინსტიტუცია იყო, მაგრამ განსხვავებული ამოცანები ჰქონდა, ხო? და მე ეს ყურადღება ერთგვარად შეირყა თუ ყურადღების გადატანა მოხდა. აი ეს როგორ ხდება? როგორ შეიძლება რომ ავხსნათ მაგალითად აი ეს? თითოეული აი ეს აქტორი, მოთამაშე, ვიზედაც ჩვენ საუბრობთ, ხო, რადიკალური ჯგუფები იქნება თუ ეგრეთ წოდებული განათლების ცენტრები, თუ პოლიტიკური პარტიები, პრორუსულად განწყობილი, რაც არ უნდა ვთქვათ სასაცილო და საქილიკო ყოფილიყო მათი გამონათქვამები იმ წუთისთვის, რაც შეიძლება ხუმრობის საგანი ყოფილიყო, ის სერიოზულ როლს ასრულებდა, ისინი სერიოზულ როლს ასრულებენ ამ რუსულ სპეცოპერაციაში, იმიტომ რომ დაზვერვის მეთოდიკა ზოგადად და საბჭოთა და რუსული დაზვერვის განსაკუთრებით ეს არის გარკვეული მოზაიკის შექმნა, სადაც საცეცებს ყველას თავის მნიშვნელობა აქვს. რუსული დაზვერვა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვარად ჰიდრას სახით, სწორედ ამაზეა ჰიბრიდული ომის თეორიაც, ხო, დამყარებული, სადაც ეკონომიკაც, პოლიტიკაც, კულტურაც, მწერლობაც და ამ შემდეგ ყველაფერი გამოიყენება ერთი მიზნისთვის. მიზანი არის რუსული გავლენის გაფართოება დაინტერესების ქვეყნებში. ეს არ არის მარტო საბჭოთა კავშირის მონაპოვარი, რუსეთის აი ამ იმპერიის პერიოდიდან მოდის, ხო, ეს ყველაფერი. ახლა უკანასკნელ 10 წლეულში, რაც რუსეთმა ეს ჰიბრიდული ომის თეორია პრაქტიკაში განახორციელა, სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც ეს ოპერაცია იყო რამდენიმე ეტაპიანი კომპლექსური სპეცღონისძიება. პირველ რიგში მოხდა
რამდენიმე ღონისძიების გატარება საქართველოში. ეს იყო პირველი საკომუნიკაციო არხების შექმნა პრორუსულად განწყობილი ძალებისთვის. ეს ეხება როგორც ტელეკომუნიკაციას, ასევე ინტერნეტ მედიას, იმიტომ რომ დღეს ტელევიზიაზე იმდენი აღარ იყოს შეიძლება დამოკიდებული ამდენიც ინტერნეტ მედიაზე და მოხდა როგორც პრორუსული ტელევიზიების ჩამოყალიბება, ასევე ინტერნეტ სივრცეში ტროლების და ბოტების მიერ პროდასავლური აზრის შევიწროება და პრორუსული აზრის დამკვიდრება. ეს ძალიან ნელ-ნელა ხდებოდა, შეიძლება თავის დროზე პროცენტიც კი არ ქონდა ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ნელ-ნელა ამან მეტასტაზირება მოახდინა მთელ საინფორმაციო სივრცეში და ჩვენ იმ პერიოდში უბრალო მოქალაქეები ამას სერიოზულად არც კი აღიქვამდნენ, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ზოგიერთი ტელევიზიით იმდენად აბსურდული შეთქმულების თეორიები ისმოდა, იმდენად არასერიოზული ადამიანების ექსპერტობით, მე ხლა არ მინდა გვარები დავასახელოთ, მაგრამ მაგალითად ამერიკის და თქვათ დასავლეთის გეოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ელემენტარული წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რუკაზე სად იყო ამერიკა, ან როგორია სამხრეთ კავკასია რუკაზე, მაგრამ ნელ-ნელა ამ ხუმრობით ეს დამკვიდრდა და ქართულ საინფორმაციო სივრცეში ჩამოყალიბდა გარკვეული პრორუსული ვთქვათ რაღაც სეგმენტი საკომუნიკაციო არხები და ისინი თავის ამომრჩეველს ესაუბრებოდნენ, თავის წრეს ესაუბრებოდნენ. მეორე მიმართულება ამ თვალსაზრისით იყო განცდის დამკვიდრება, რომ ოდესმე საქართველოში შესაძლოა პარლამენტში შესულიყო პრორუსული ძალა, მკვეთრად გამოხატული პრორუსული ძალა, ჯერ ნეიტრალიტეტის საფარქვეშ, ვთქვათ, რომელიც ნეიტრალიტეტს მოითხოვდა და შემდგომ უკვე აშკარად რუსული განწყობების კულტივირებას მოახდენდა და იყვნენ კიდევაც პარლამენტში წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ მაშინ სასაცილოდ არ ყოფნიდა, ჩვენ ვსაუბრობთ მე აქ მოქალაქის პოზიციიდან, ბუნებრივია სპეცსამსახურის თვალთახედვის არეში ეს უნდა მოხვედრილიყო. იყო სავსებით სასაცილო თქვათ გამოსვლები, გნებავთ ფრიდონინჯიას ხო გარკვეული გამოსვლა, გნებავთ ზოგიერთი თქვათ წარმომადგენლის, ასევე იქიდან თქვათ საპარლამენტო და აი იმ აზრის დამკვიდრება, რომ პარლამენტშიც და მთავრობაშიც კი როდისმე შეიძლება პრორუსული ტიპის პარტიის წევრი მოვიდეს. ახლა ეს ყველაფერი 2012, 13, 14, თუნდაც 15 წელს აბსოლუტურად გამორიცხული იყო ადამიანისთვის, ობივატელისთვის შეიძლება ყოფილიყო ზღაპარი, ხო? მაგრამ დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს ზღაპარი სავსებითაც არ არის და თქვათ დასავლეთი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში არჩეულია მკვეთრად პრორუსული გამოთქმებით, მკვეთრად ანტიდასავლური გამოთქმების მქონე პიროვნება, ხო, ისტორიის მქონე პიროვნება. ეს იყო მეორე, თქვათ, რომ შექმნილიყო და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანებში ამომრჩეველში შექმნილიყო განწყობა თითქოს ევროპასთან ინტეგრაცია, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ან ძალიან ხანგრძლივად გაწელილი პროცესი, ან საერთოდ უტოპია, საერთოდ ეს შეუძლებელია, რადგან ასეთ დროს ხდებოდა აი დასავლური ბირთვის, დასავლურად მოაზროვნე ამორჩევლის ბირთვის, ასე ვთქვათ, დაშლა, დახლეჩვა. ხო, აი ეს თვითონ პოლარიზაცია, დაშლა, გახლეჩვა საზოგადოების რუსული ამ პროპაგანდისტული მანქანის, რომელიც სინამდვილეში სადაზვერვო ოპერაციაა, ხო, პროპაგანდისტული მანქანა ერთ-ერთი საცეცია, მაგრამ მიზანი არის აი ეს დასავლური ინტეგრაციის შესუსტება ყველა დონეზე. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი და მართლაც დამკვიდრდა გარკვეული განცდა, რომ ევროკავშირი საერთოდ არ მიიღებს ნატოში გაწევრიანება საერთოდ ზღაპარია, ხოლო ევროკავშირში ეს შეიძლება იყოს 20, 40, 50 წლის პერსპექტივა, როდესაც საერთოდ არ ვიცით ქვეყანა როგორი ფორმაციის იქნება, ხო? აი ამის დამკვიდრება უფრო მიმდინარეობდა ბუნებრივია და უფრო მშვიდობიანად ბრჭყალებში ჩაივლიდა, მაგრამ გამწვავა ეს ყველაფერი რუსეთის უკრაინაში შეჭრა, იმიტომ რომ თუკი აი ამ სამი ვთქვათ განწყობის დამკვიდრება რუსეთისთვის 10, 15, 20 წლიანი პერსპექტივა იყო, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მათ დაინახეს, რომ შესაძლოა დაჩქარებულიყო ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ უკვე დააჩქარეს ეს მოქმედებები, რომ გახლეჩა მისულიყო ბოლომდე, მომხდარიყო პროდასავლური ჯგუფის დეჰუმანიზაცია, ვთქვათ, გაიგივება გარკვეულ უმცირესობებთან, რომელიც შესაძლოა ეროვნული, ვთქვათ, ან ტრადიციონალისტური, ან ულტრაკონსერვატიული მიდგომებით მიუღებელი ყოფილიყო საქართველოს საზოგადოებისთვის და შესაბამისად მოხდა უკვე კონცენტრირება აი ამ რუსული დაზვერვის ძირითად მიმართულებებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ლიბერალური წესრიგი მსოფლიოში უნდა შეიცვალოს რუსული
კონსერვატიული წესრიგით, კონსერვატიზმზე ვითომ კონსერვატიული. ხო, რუსული ამიტომ გულისხმობთ, იმიტომ რომ რეალურად რუსეთში იმ საერთაშორისო ტერმინებს, რასაც ჩვენ სარგებლობთ ჩვეულებრივ საუბარში, სულ სხვა დატვირთვა აქვს, ხო? ეხლა მაგალითად რუსეთი როდესაც ამბობს, რომ არის რაღაც სარდლობა, ის სარდლობა არ არის ჩვენი გაგებით, სულ სხვა რაღაცაა, იქ ეს დასახელებაც კი წანაცვლებულია, ხო, ზოგადად, ხო? ვითომ რუსული წესრიგით, სადაც დასავლეთი გვევლინება ამ ტრადიციული ღირებულებების დამანგრევლად და რუსეთი გვევლინება ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დამცველად საქართველოს შემთხვევაში, მაგრამ ისლამურ სახელმწიფოში რუსეთი ჭეშმარიტი ისლამის დამცველად გვევლინება და ასე შემდეგ თქვა, ხო? იქ ამით იღებს. უბრალოდ იმ მიმართულებებს, რომელიც აი ამ დაინტერესების ქვეყანაში დომინანტი ერის, პირობითად ვამბობ, ესეც რუსული თემატიკაა, ხო, დომინანტი ერი, თორე სინამდვილეში ახლა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეა, აი ამ ტრადიციული ღირებულებების დამცველად გვევლინებოდა რუსეთი. ეს იყო ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება გახლდათ ასეთი, რაც შემდგომში გამოჩნდა კიდევაც ახლა ძირითადი რუსული კლიშეები არის, რომ დასავლეთი ცდილობს სახელმწიფო გადატრიალებების, ფერადი რევოლუციების გზით შეცვალოს მისთვის ურჩი მთავრობები ნებისმიერ ძალიან კარგი მაგალითი არის დღევანდელი არის ზუსტად რომ ფიცომ მოიწვია უშიშროების საბჭო რომ თითქოს საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი ასე ვთქვათ იმიტომ ვამბობ ეს პროცესები არ მიმდინარეობდა მარტო საქართველოში უბრალოდ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიკა ეს პროცესები მიმდინარეობდა პოლონეთში 2012-ში 13-ში 14-ში ცადეს ყირიმის ანექსიისას იმიტომ რომ იქ მწვანე კაცუნებს ვერ გამოიყენებდნენ უკრაინაში და ყირიმში ამ ყველაფერს დაემატა მწვანე კაცუნები, იმიტომ რომ იქ ამის შესაძლებლობა იყო და ნატოს წევრ ქვეყანაში ფიზიკური ინვაზია ცოტა იმ ეტაპისთვის მაინც გართულებული იყო, შესაძლოა 10 წლის მერე თუ რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა ეს ყველაფერი, რუსეთმა ესეც გაბედოს, მაგრამ იმ პერიოდში ეს მისთვის შეუძლებელი იყო. საქართველოში ძირითადი აქცენტი მართლმადიდებლურ საკითხებზე და აი ამ LGBT თემატიკაზე გაკეთდა, იმიტომ რომ საზოგადოებაში, სადაც განსაკუთრებით ისეთ ნაწილებში, რომელიც უკიდურესად პროდასავლურად იყო განწყობილი, მე მინდა ამას ყურადღება მივაქცევთ, მაგალითად ჯარში, პოლიციაში, რომელიც უკიდურესად პროდასავლურად იყო განწყობილი, რადგან წლების მანძილზე ისინი მხარ-დამხარ იბრძოდნენ ამერიკელებთან, გერმანელებთან, ბრიტანელებთან ერთად, თუნდაც ავღანეთის მისიაში, თუნდაც საერთო წვრთნებში, აი იქ სწორედ ამან იმუშავა, რომ ესე იგი დასავლეთი თავს გვახვევს აი ამ არატრადიციულ ვთქვათ სექსუალური ორიენტაციის, არატრადიციულ გენდერულ თემებსაც საქართველოში რეალურად თემა არც არასდროს ყოფილა. ერთადერთი რატომაც დასავლეთი აქცენტს აკეთებს უმცირესობების ინტეგრაციაზე, გახლავთ ისევ პროდასავლური საზოგადოების ფორმირება, ხო? როდესაც ესა თუ ის ვთქვათ ჯგუფი უმცირესობა ნებისმიერი ფორმით იქნება სექსუალური, ეროვნული, ვთქვათ ეთნიკური, რელიგიური თუ ასე შემდეგ ანტაგონისტურად არის მიჩნეული სახელმწიფოში და ვერ ახდენს საკუთარი უფლებების რეალიზებას, ბუნებრივია ანტაგონიზმი იზრდება და უკვე მოწყვლადი ხდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მხრიდან. მეორე მხრივ, პოლიტიზირებული სპეცსამსახურები აშანტაჟებენ ამ ჯგუფებს და მათგან იღებენ პოლიტიკურ ინფორმაციას. ეს რომ არ მოხდეს და ყველა უმცირესობა იყოს ჩართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, ამა თუ იმ ფორმით, ხო, იქნება ჯარისკაცი თუ იქნება, ვთქვათ, აუცი რაღაც ნებისმიერ რაღაც ინსტიტუტის დონეზე, ამიტომ გვთავაზობს დასავლეთი იმას, რომ ამ ჯგუფების მარგინალიზაცია არ მოხდეს, მაგრამ რუსული პროპაგანდის მიერ ეს წანაცვლებულია ისე თითქოს ხდება პროპაგანდა LGBT თემის, ხო, ან ნებისმიერი, ვთქვათ, ამგვარი უმცირესობის. აი ერთი საფეხურითაც რო ჩავშალოთ და პრინციპში რაღაცნაირად დასასრულისკენ წავიდეთ, ეს ინსტიტუციები დღესაც არიან, გუშინაც იყვნენ, ხვალაც იქნებიან, ხო? ეს განწყობები იყო და არის. თუმცა თქვენს მიერ ნახსენებ ინსტიტუციებში მეტი წილი განათლებული ადამიანია, ვისაც წიგნით წაკითხული აქვს, ცოდნა აქვს მიღებული. რა შეიცვალა? მარტო ეს პროპაგანდის თემა ხო ამ მხოლოდ პროპაგანდა ხო არ იყო? იქნება იქ რაღაც ან ხელმძღვანელი პირები შეიცვალა, ან ისე შეიცვალნენ იქ, ისე იმდაგვარად მოხდა ინფილტრაცია, რომ გადაწყვეტილების მიმღებებმა აიღეს სრულად სადავეები ხელში და უკვე თავს, ანუ ბრძანებით და იზოლებით მოახდინეს. აი ეს როგორ აიხსნება საერთოდ? როდესაც დემოკრატიული პროცესი შეფერხებულია, ბუნებრივია, ნებისმიერი ეს ინსტიტუცია იმართება ზემოდან ქვემოთ და არის დაქვემდებარებული პარტიის ნებას და არა ვთქვათ დემოკრატიულ პრინციპებს. ნებისმიერ ჩვენს ინსტიტუტში დღესდღეობით პარტია და სახელმწიფო არის შეზრდილი.
და სახელმწიფო ინსტიტუტები ახორციელებენ პარტიის ინტერესს და არა ვთქვათ სახელმწიფოს ინტერესს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა პარტიის და სახელმწიფოს ინტერესი ემთხვეოდეს ერთმანეთს რაღაც პერიოდის მანძილზე, არა მარტო საქართველოში, ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, ასე იყო ნაცისტურ გერმანიაში, ხო რაღაც ეტაპზე პარტიის და სახელმწიფოს ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთში, მაგრამ მე ვერასდროს ვეღარ ხდება გამოყოფა, სად არის უკვე პარტიის ინტერესი და სად მოდის წინააღმდეგობა სახელმწიფოსთან. ხო, იმიტომ რომ ეს არასდროს არ მოხდება, იმიტომ რომ ჩეკის და ბალანსის სისტემა არის ხოლმე ასე დროს მოშლილი. ახლა ამგვარ ვითარებაში ბუნებრივია პარტიისთვის არის სასურველი მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა, იმიტომ რომ ეს უზრუნველყოფს კორუფციულ ნაკადებს, უზრუნველყოფს თქვათ უფრო მეტ კონტროლს საზოგადოებაზე და ბუნებრივია დასავლეთი არის ტოქსიკური გარემო ამ შემთხვევაში, ხო პარტიისთვის. ამიტომ სამსახურები ემსახურებიან პარტიის მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნას, ეს ინსტიტუციურად გამყარებულია, იმიტომ რომ ჩვენთან რეფორმა ბოლომდე ვერ განხორციელდა და თუნდაც ძალოვან უწყებებში და სპეცსამსახურებში მინისტრი არის პირველი პოლიციელი, პირველი მზვერავი პირობითად ვამბობ და ასე შემდეგ და შესაბამისად მინისტრი რომელიც არის პოლიტსაბჭოს წევრი, ბუნებრივია გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით რა აწყობს პარტიას. თუ ეს პარტიის და სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, იშვიათ შემთხვევაში, მაშინ ამას მოქალაქეები ვერ დავინახავთ უბრალოდ, მაგრამ ხშირად ეს ინტერესები ერთმანეთისგან წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენის გზა არის დასავლურ სამყაროში ინტეგრაცია და ეს არის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, ძირითადი მიზანი ეს გახლდათ რუსული სპეცოპერაციისა, საფუძვლიანად ყოფილიყო ძირგამოთხრილი საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობები, იმისთვის რომ არ მომხდარიყო საქართველოს სწრაფად ინტეგრაცია, რადგან იმ პირობებში სანამ რუსეთი გახლართული იქნებოდა, ვთქვათ, უკრაინის კონფლიქტში, უკრაინაში ომში და ვერ მოახერხებდა ძალისმიერ ჩარევას აქეთ ფლანგზე, თუ მოხდებოდა მაგალითად საქართველოს ევროკავშირში აწევრიანება. ამისთვის იყო ზუსტად გამოყენებული აი ანუ სანამ უხეში ძალა ყავდა უკრაინაში, აქ სხვა ძალები ცდილობდა ეს არის ჰიბრიდული ომის თქვათ მთელი ვერაგობა, რომ იქ სადაც ჩართული ჰქონდა ძალები და ვერ მოახერხებდა დასავლეთთან აქ ფიზიკურად დაპირისპირებას, გინდათ საქართველოს მოსაჭკვიანებლად, გინდათ სომხეთის მიმართულებაზე, თქვათ რაღაც წარმატებებისთვის, მანამ მოეხდინა აქ ეს ჰიბრიდულად განეიტრალება, რომ რბილი ძალის მეშვეობით, რაღაც აი ბასრი ძალის გამოყენებით მოეხდინა საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხება, საქართველოს და ახლა ეს ევროინტეგრაციის შეფერხება, ეს ხო საერთაშორისო ურთიერთობის ტერმინოლოგია, ამას სპეცსამსახურის ენაზე ეს არის ძირის გამოთხრა, ხო დივერსია ჩვეულებრივ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობებში. ხა თუ ვინმე იტყვის, რომ დღეს დასავლეთს და ჩვენ შორის ურთიერთობები ძირგამოთხრილი არ არის, ეს ფანტაზიის სფეროა, იმიტომ რომ მე გეტყვით, არ ვიცი 30 წელია ამ სფეროში ვარ, ასე დაბალ ნიშნულზე საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ეს ერთი და მეორეც, ესე იგი წლების მანძილზე თაობების ნაშენები, ჩვენი სამხედროების, ჩვენი დიპლომატების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების, ყველა მთავრობის ნაშენები ურთიერთობა დღეს არის იმ დონეზე, რომ ესე იგი ელემენტარული პოზიტიური კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკას შორის, საქართველოს და ბრიტანეთს შორის, საქართველოს და ევროკავშირის წევრებს შორის არ არის, წარმოიდგინეთ ბალტიის ქვეყნებთანაც კი, რომლებიც შესაძლოა სამხედრო ძალით სულაც არ იყვნენ, ვთქვათ, რაღაც ძლიერი აქტორები, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ ჩვენი ძირითადი ლობისტები, რომლებიც მუდმივად აყენებდნენ თემას, რომ დიახ, საქართველო არის ევროპის წევრი და ის პირველ რიგში უნდა გამხდარიყო ამ გაერთიანებების წევრი და რა თქმა უნდა, ეს ხმა ნელ-ნელა იკლებს და თუ ეს ასე გაგრძელდა, საქართველოს შემდგომში მოუწევს აი ამ რეგიონში ცალკეულ აქტორად წარმოჩინება, რაც გაგვირთულებს ურთიერთობას არა მარტო რუსეთთან, ურთიერთობას კი არა, თქვა თავდაცვას გაგვირთულებს არა მარტო რუსეთთან, არამედ იგივე თურქეთთან და ირანთან. იმიტომ რომ შავი ზღვის რეგიონში ეს სამი ძლიერი აქტორია რუსეთი, თურქეთი და ირანი, ხო ეს საუკუნეების მანძილზე ასეა. თუ კი დასავლეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, პრობლემური ჩვენთვის თურქეთიც იქნება, რადგან მას ვერ ვესაუბრებით ერთ პლატფორმაზე, ასეთი შეიძლება ყოფილიყო ნატო და ირანთან ბუნებრივია, ისედაც ვთქვათ სასაუბრო ძალიან გართულებულია და ახლა ბოლო ვთქვათ დასავლურ განცხადებებში, რაც ყველაზე მეტად სავალალოა, ჩანს რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, ვინ არის მთავრობაში, მოიხსენიებენ რუსეთ, ჩინეთ, ირანის ღერძზე, ჩრდილოეთ კორეის ღერძზე. თუ ეს მიდგომა დამკვიდრდა დასავლეთში,
ეს ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის და ბუნებრივია ნებისმიერი სამხედრო მუქარის გაჟღერება რუსეთის მხრიდან გამოიწვევს საქართველოს კაპიტულაციას. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თუ არ აღდგა დასავლეთთან ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს, ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სტატუს კვო, როდესაც საქართველო ინფილტრირებულია და აი ეს განწყობები არის შექმნილი მოსახლეობაში, ეს დარჩება და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ შემდგომ მთავრობას მოუწევს ამ სტატუს კვოსთან სტატუს კვოსთვის ანგარიშის გაწევა, რაც ძალიან სავალალოა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, საკმაოდ ძიმე საუბარი შედგა, მაგრამ ფაქტის რეალობა ეს არის და ამიტომ ძალიან სწრაფად არის ეს რეალობა შესაძლებელი, იმიტომ რომ აღმართში ასვლას საქართველოს მოანდომა 20-25 შეიძლება 30 წელი და თქვენ ხედავთ რომ აღმართში დავეშვით წელიწად ნახევარ 2 წელიწადში ეს ასე ხდება ზოგადად ფიზიკის კანონია.